აგვისტოს თეთრ სახლში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ერთმანეთს შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით შეხვდნენ. 35 წლიანი კონფლიქტის დასრულების არაერთი წარუმატებელი მცდელობა თეთრ სახლში ორი ქვეყნის ლიდერების მიერ სამშვიდობო შეთანხმების ხელის მოწერით დასრულდა, რაც მათი თქმით სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობას მოიტანს. სამუშაო ჯერ კიდევ რჩება, თუმცა ფორმალური თანხმობა უკვე არსებობს და დონალდ ტრამპი ამ მიღწევით განსაკუთრებით კმაყოფილია. For more than 35 years, Armenia and Azerbaijan. 35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სომხეთი და აზერბაიჯანი იყვნენ კონფლიქტში, რომელმაც ორივე ერისთვის უდიდესი ტანჯვა მოიტანა. ისინი ამდენი წლის განმავლობაში მძიმედ იტანჯებოდნენ. ბევრმა სცადა გამოსავლის პოვნა, მათ შორის ევროკავშირმაც. რუსებმა ამაზე ძალიან ბევრი იშრომეს, მაგრამ გამოსავალი ვერასდროს იპოვეს. მძინარა ჯომს სცადა, მაგრამ იცით რაც მოხდა. ის დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში ცდილობდა და არ გამოუვიდა. ბევრმა სხვა ქვეყანამ სცადა, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა ამ შეთანხმებით საბოლოოდ მივაღწიეთ მშვიდობას და ახლახან დავტოვეთ ოვალური კაბინეტი, სადაც ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს და მივაღწიეთ შეთანხმებას. თეთრი სახლის ცნობით შეთანხმება სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის შექმნას ითვალისწინებს. ეს დერეფანი აზერბაიჯანს ნახიჩევანის ტერიტორიასთან წოდომას სომხეთის სუვერენიტეტის სრული პატივისცემით მისცემს. შეთანხმების თანახმად 99 წლის განმავლობაში ამ დერეფნის განვითარებაზე ექსკლუზიური უფლება სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებს ექნება. ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას ამ ისტორიული შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადეს და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე მისი კანდიდატურის წარდგენის სურვილის შესახებ განაცხადეს. Actually, we are writing a new history. სინამდვილეში ჩვენ შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ახალ ისტორიას ვწერთ. სტრატეგიული პარტნიორობისკენ მიმავალ გზას ვიწყებთ. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია რამდენიმე თვეში შემუშავდება და ეს აზერბაიჯანისთვის ისტორიული მიღწევაა. მას ვინ იმსახურებს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას თუ არა პრეზიდენტი ტრამპი. არ მინდა ნობელის მშვიდობის კომიტეტის უცნაური გადაწყვეტილებები გავიხსენო, როდესაც პრემიას ანიჭებდნენ ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ. პრეზიდენტმა ტრამპმა 6 თვეში სასწაული ჩაიდინა. მან კავკასიაში მშვიდობა მოიტანა და ამისთვის მადლიერი ვართ. დარწმუნებული ვარ, სომხეთი და აზერბაიჯანი იპოვიან გამბედაობასა და პასუხისმგებლობას შერიგებისთვის. ასევე ხალხით შერიგდება. ჩვენ წავშლით დაპირისპირებისა და სისხლისღვრის გვერდს და ჩვენი შვილებისთვის ნათელ და უსაფრთხო მომავალს უზრუნველყოფთ. Thank you, Mr. President, ladies and gentlemen. მადლობა ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო. ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან ეტაპს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში. საფუძველს ვუყრით უკეთეს ისტორიას, ვიდრე წარსულში გვქონდა. განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად სომხეთი იმუშავებს ტრამპის მიერ მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის დაწერილი მოგზაურობის რეალობად ქცევაზე. მინდა მადლობა გადაუხადო პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამ გარდამტეხი შეთანხმების მიღწევისთვის. ესაა დიდი შეთანხმება, რომელსაც დღეს მივაღწიეთ. ეს ჩვენი ქვეყნების, რეგიონებისა და მსოფლიოს წარმატებაა, რადგან უფრო მშვიდობიანი რეგიონი, უფრო უსაფრთხო სამყაროს ნიშნავს. მოკლედ რომ ვთქვათ, ესაა მშვიდობა ძალის მეშვეობით. ბატონო პრეზიდენტო, დღევანდელი დიდი მიღწევა კიდევ ერთხელ დასტურია თქვენი გლობალური ლიდერობისა და თქვენი მიღწევა, როგორც მშვიდობის მყოფელისა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე შეზღუდვები მოხსნა აზერბაიჯანთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, რაც ნიშნავს, რომ ბაქო ამერიკული იარაღის შესყიდვასაც მოახერხებს.